საპროტესტო შეძახილები ისმის მთელს გლდანში უკვე რამდენიმე წუთია, რაც მადლობის მარში ამერიკის საელჩოსკენ დაიძრა და ხედავთ, რომ მთელი ეს ქუჩა სავსეა აქციის მონაწილეებით. აქ არიან სტუდენტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ყველა პროფესიის და ყველა ასაკის ადამიანი არის ახლა აქ და ასევე ხედავთ გიგანტურ ბანერს, რომელიც საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის გააკეთეს. აქ შეკრებილმა მოქალაქეებმა მადლობა მეგობრებს და ამ ბანერზე არის ასევე საქართველოს და ამერიკის დროშაც. რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე ვიქნებით ამერიკის საელჩოსთან და ბუნებრივია კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად დადგებიან ამერიკის საელჩოსთან აქციის მონაწილეები. პირველ ხაზში უნდა აღინიშნოს, რომ არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. აქეთ წინა ხაზთან გადავინაცვლოთ, ნუ კიდევ ვესაუბროთ აქ შეკრებულ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს. გიორგი ჩიყვაიძის დედა არის ჩვენთან ერთად. ქალბატონო ეკა, ჩვენ ვისაუბროთ, რატომ მივდივართ ამერიკის საელჩოსთან დღეს? ყველა ბრძოლა სჭირდება ერთობა. აი ეს სიტყვა ძალა ერთობაშია, მოდის ოდითგანვე და ძალა ნამდვილად ერთობაშია. ჩვენ აქ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და იქით ოკეანის გადაღმა ამერიკელებიც ამაში უნდა დაგვეხმარონ და ამის მეგობარი აქტი, ამის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი დემონსტრირება. სწორედ ახლა მივდივართ საელჩოსკენ, რომ მადლობა მოუხადოთ იმ თანადგომისთვის, რასაც ისინი ქართველი ხალხის, ნამდვილი ქართველი ხალხის წინაშე აკეთებენ. მადლობა თქვენ ყველაფრისათვის. ხედავთ, რომ მარს მოუყვება საქართველოს, ამერიკის, ასევე ევროკავშირის დროშები. ძალიან ბევრი ადამიანი არის დღეს ქუჩაში გამოსული იმისთვის, რომ მივიდეს ამერიკის საელჩოსთან და ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს იმ თანადგომისთვის, რასაც ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში ხედავთ, გადაუხადონ მადლობა. ქალბატონო ნანი, თქვენთან გადმოვინაცვლებ, რა გსურთ დღეს, რისი თქმა გსურთ ამ მადლობის მარშით? ამ მადლობით მარშით დიდი სიყვარულის გამოხატვის ნება მინდა, მადლობა რომ მოუხადოთ ჩვენ მეგობარ ქვეყანას, უფრო მეტ მეგობრულ თანადგომას ველოდებით, უფრო წინ რო გავიწიოთ და ნათელი მომავლისკენ რო ვიყოთ ჩვენი პატიმრები გავანთავისუფლოთ და ნათელი მომავალი გქონდეს საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა. სანქციები გზაშია, ეს არის მთავარი საპროტესტო გზავნილი, რომელიც ამ მადლობის მარშს ახლავს. ვეფხია კასრაძის მეუღლე არის ჩვენთან ერთად. გითხარით თქვენ რა გსურთ დღეს, რომ უთხრათ ჩვენს მეგობრებს, ვინც აქტიურად ადევნებენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს და აქტიურად არიან ჩართულები? ჩვენ გსურს, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ პირველ რიგში მადლობა გადაუხადოთ ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი დროის საკითხია და ბოლომდე მიიყვანენ თავიანთ ჩანაფიქრს. ძალიან მადლიერები დავრჩებით და ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვნებდებით, რომ ჩვენ ბოროტებას ვებრძვით და უსამართლობას, იმიტომ რომ სრულ აბსურდში უსამართლოდ ყავს ბრალდებულები, ჩაკეტილები საკნებში დღეს და ჩვენ გვინდა ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ მთავრობას, ეგრეთ წოდებულ მთავრობას, რომ ჩვენ არ დავნებდებით. საქამდეც იქნება საჭირო, ვიქნებით ქუჩაში, რა ვიცი, ყველა ფერზე წავალ. ჩვენ ოღონდ აი ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და გავანთავისუფლებთ ჩვენ ბიჭებს და ჩვენ ქვეყანას აუცილებლად ამ ბოროტებას მოვაშორებთ. ძალიან დიდი მადლობა. ახლა სინდისის პატიმრების ნაცვლად ქუჩაში არიან მათი ოჯახის წევრები, დედები, მამები, ძმები და ისინი აჟღერებენ სწორედ მთავარ გზავნილებს, ასევე მადლობას უხდიან იმ პარტნიორებს, ვინც ადევნებს აქტიურად თვალს ამ პროცესებს და მშობლები, მადლიერები არიან, რომ სანქცირდებიან ის ადამიანები, ვინც არასწორი მოქმედებებით გამოირჩევა ჩვენს ქვეყანაში. ამ პროტესტზე უკვე გაჩნდა ირაკლი პაპიაშვილის ბანერით. ირაკლი რამდენიმე დღის წინ სხდომათა დარბაზში დააპატიმრა მოსამართლე იზაკ ელენჯერიძემ. სავარაუდოდ ის გვიყურებს და ეს იქნება პირველი ეთერი, როდესაც აქციიდან მას შეეძლება მოისმინოს ხალხის პოზიცია. გითხარით ირაკლისთვის რა გექნებათ სათქმელი და გითხარით რატომ ხართ დღეს ქუჩაში? ირაკლი მიცის მე ვინც ავარ და ერთს ვიტყვი მარტო, რომ ამერიკის კონგრესმა წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ამერიკელი ხალხის სახელით ძალიან ჰუმანური აქტი, რომელსაც მეგობარი აქტი დაარქვეს. ჰუმანური, მაგრამ ამ ხელისუფლებას ჩვენ უნდა გამოუწეროთ მუშტი აქტი.
ეს იქნება ჩემი შენათვალი ირაკლისთან და გამოუწერთ კიდევაც იკო ხნედიყავით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მსვლელობა რამდენიმე წუთში უკვე იქნება ამერიკის საელჩოსთან. ამ მსვლელობას ხედავთ, რომ პოლიციის დიდი კორდონი მოუყვება, ასე ერთ ზოლში არიან განლაგებულები ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები. სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში ჩვენ ამერიკის საელჩოსთან ვიქნებით, სადაც საქართველოს მოქალაქეები სიმბოლურად მადლობას გადაუხდიან მეგობრებს იმ თანადგომისთვის, რასაც საქართველოს მოქალაქეები ბოლო თვეების და ბოლო წლების განმავლობაში ამერიკისგან იღებენ.